მეგობრები, ჩვენ ვართ გოგასთან სტუმრად მარკო პოლოში. და რამოდენიმე კითხვას დავუსვამთ. ვინ არის გოგა? ესეც უთხრათ ჩვენს მარკო პოლოს. გოგა არის სასტუმრო მარკო პოლოს საოპერაციო მენეჯერი. ხო, კი ბატონო. რამე სხვა არ წამოვიდა და არ მიყიოს. იცი რა მითხარი? 2026 წელს როგორი მოლოდინები გქონდათ? სანამ დადგებოდა 2026 წელი? სანამ დადგებოდა 2026 წელი, პირველ რიგში 2025 წელი რომ მოვიხილოთ, ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, სრული წელი, საკმაოდ დიდი დატვირთვით დავხურეთ წელი და რა თქმა უნდა დიდი მოლოდინები იყო 2026 წლისთვის. სეზონი დაიწყო სადღაც 15 დეკემბრიდან და დატვირთულობით, მაღალი დატვირთულობით შევედით ზამთრის სეზონზე. იანვარი საკმაოდ კარგად დაიხურა, თებერვალიც ძალიან კარგი თვე იყო, როგორც შემოსავლის, ასევე დატვირთულობის და სტუმრის რაოდენობის მიხედვითაც, შესაბამისად მარტიც ძალიან კარგი მოლოდინები იყო. თუმცა სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო შედარებით შემცირდა სტუმრების რაოდენობა, მაგრამ მაინც პოზიტიურად ხურავთ სეზონს. სეზონი მთავრდება ალბათ 15 აპრილისთვის, ასე რომ კარგი სეზონი შედგა გუდაურში მაინც. როგორც საოპერაციო მენეჯერი, შენი სამუშაო დღე როგორი არის? აი შიდა როგორც შეფს ვკითხეთ და არ გითხრა. არ ვიცი. რთული სამუშაო დღე არის, შენი როგორი არის? რთული სამუშაო დღეა, იწყება დილიდან, რა თქმა უნდა, დილის 9 საათიდან. პირველ რიგში რა თქმა უნდა საუზმე, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საუზმეს ხარისხი სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი საუზმე ნიშნავს კარგ პოზიტიურ დღეს. შესაბამისად, საუზმის კონტროლი, სერვისის კონტროლი, თუ როგორ ემსახურებიან სტუმრებს, როგორი ფიდბექებია, რა თქმა უნდა, სტუმრებთან ურთიერთობა მაქვს, ვკითხულობთ რა მოწონთ, რა არ მოწონთ, რომ ყოველდღიურად მუშაობთ, რომ გამოვასწოროთ, რა თქმა უნდა და სტუმარი კმაყოფილი წავიდეს. შემდეგ რა თქმა უნდა გრძელდება შეხვედრა, დილის შეხვედრა, ბრიფინგი, კი ბატონო, მენეჯერებთან, ჰედებთან. შემდეგ რა თქმა უნდა დავნერგეთ ესეთი ტრადიცია, walk around-ი, მოკლედ სასტუმროს ირგვლივ შემოვლა დეპარტამენტის მენეჯერებთან, ჰედებთან ერთად და შესაბამისად თუ რა მეხარვეზი არის, მუშაობა იმ ხარვეზების აღმოსაყრელად. რა თქმა უნდა, რადგან გუდაურში ვართ და თბილისის ოფისი არის შორებით, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩართვები ყოველდღიურად head office-თან და ნუ ეს არის ყოველდღიური როცა რუტინა, ოპერატიული სამუშაო. ნუ სტუმრებთან კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტუმრისგან გებულობ რა ჭირდება